Ძირფასო მეგობრებო, ბრუნდებით რეკლამიდან და მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ქალბატონი ლიკა ბასილაია შავგულიძე. რა დიდი მადლობა ლიკა რომ მოხვედი, იმიტომ რომ მე შენს გამოსვლებს ყველაფერს ვუყურებ. ხო და მე რას წარმოვიდგენდი მოხდა? ხო, იმიტომ რომ გამორჩეულად საინტერესო ხარ, იმიტომ რომ რაღაც შენი ინდივიდუალურობა გაქვს და ეს მომწონს. გმადლობ. გადაცემის სპონსორია ფრანგული პრემიუმ ბრენდის ესტედერმის ხაზი ინტენსივ. კანის ინტენსიური დატანიანებისა და სიჯანსაღისთვის ესტედერმი ექსკლუზიურად PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. პირდაპირ ლაპარაკი გიყვარს. ასე მგონია რომ რაღაცა კახელიც უნდა იყოს ცოტათი ხო და რას მეძახდნენ? ეს ერთ-ერთ სამსახურში მეგრელი კახელი. ხო და ესე პირდაპირობა გაქვს და არა კახური არა მაქვს. არაფერი არა. რამდენადაც ვიცი. ხო. ნუ აი შენს გვარზე და ორი გვარი გაქვს. ხო. მამის და დედის. ძალიან კარგი. და როგორც ვიცი, კიდე ბებია ყავდა იტალიელი. ბების დედა. ბების დედა. დიდი ბებია, ანუ კი ბატონო. იტალიელი. კი, ჩრდილოეთ იტალიიდან. საიდან დიდგვაროვანი სხვათა შორის. ანჟელიკა პავანი. პავანი გვარა? პავანი, ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთი. ხო, დიდგვაროვანი და ოდესაში ჰქონდათ ფაბრიკა ქარხნები. და მოკლედ იქ გაიცნეს ჩემო დიდმა ბაბუამ ისიდორე ლეჟავამ და ანჯელიკა პავანი. კაია. ცინალა წყობა კაია. წარმოიდგინე ამ საშინელებაში ჩამოიყვანა ომში, სამოქალაქო ომში, რევოლუციაში და რომ გაწყდა მე აი როგორც ეხლა ვართ, ხო? საფრთხის წინაშე. ზუსტად მაშინ ეს საფრთხეები იყო 21 წელს. ხო. იცი რატო ეს იტალიური მანერები? შენ ბებია ჩემს არ იცი და გამოყოლილი მე მგონი გენეტიკურად აქვს რომ აი მუდმივად ხმაურიანი ხარ. ხო? რაც არის ეს არის. კი ბატონო, ხო. ესე იგი დღეს შესრულდა ფაქტობრივად 1 წელი აქციებიდან, ხო და მე მგონი უპრეცედენტო შემთხვევაა, ხო ესეთი საერთოდ რომ სოფლიოს რომელიმე სადმე ყოფილა, რომ 1 წლის განმავლობაში უწყვეტად აქციები გამართულიყო. იცი რა არის, ხო, არა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით ამის თაობაზე, მაგრამ ეხლა დღეს შემხვდა უცნობის რაღაცა და გოგა ხაინდრავას ეგრეთ წოდებული საუბარი. ჭურშიროზის ადგას იგითა რომ ეთყოლებს და ისაო, რა ქვია, ბელორუსს რო ადარებენო საკუთარ თავსო, რა იქ ჩვენო უფრო მაგრები ვართო. ბელორუსები მალე გატეხესო და აიო ჩვენო არ წდებითო და რაღაცა და იქო ხალხსო ხოცავდნენო და აქ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რა გარანტია ქონდათ ქოცებს რომ მაშინ საშინელ დღეებში რაც შაშან დაიწყო ზუსტად დღევანდელი დღიდან მოყოლებული რომელიმე არ მოკვდებოდა, ანუ რას უშვებოდნენ ადამიანები თავს გაჩეხილი ბიჭები, გოგოები. გადაჭერილები არიან მართლა ბეწზე მართლა და ამას ერთი ხო კომაში იყო საერთოდ. კი, და ეს ასე რომ ქოცებს ბედი ქონიათ ამ ნაწილში რა. კი. გახარიას გუნდი არ შემოუერთდა დღევანდელ ამბავს. ხო, ნუ მართლა საქმე, რა ვიცი რა. რაღაც ხო არსებობს რაღაც მორალური. მე უნდა გამოვტყდე რომ აი ძალიან ის არის, მაგრამ ნუ გახარიას მივეცი ხმა. იცი რატო მივეცი ხმა? რატო? საწყალი გვარამია, ხო ალბათო იქ რაღაცას აბალანსებდა და სწორედ მივხვდა რა. ანუ ვცდილობდი რომ იქნებ დავაბალანსოთ ის ნაწილი, რომ ხავ ნაცების შიჟით რომ ვიღაცები ხო იცი? რომ აი რაღაცა რომ ისევ ნაცები არ მოbrunდნენ და მოდი ეს ფლანგი გავაძლევ შუაში სტური მოწოდა ეს. დავალაგე ტვინში, მაგრამ რა ეხლა ჩუმათავარ. ხმას არ აქვს. დღეს გადავეყარე რაღაც პოსტს, რაღაც ინფორმაციას, რომ ფილფანი ამბობდა, რომ ჩვენო იქ არ ვიქნებით, არცადოსაც ნაცები იქნებიანო. დიდი ბოდიში შაშან ეს გოგო მე მახსოვს ძალიან კარგად რუსთაველზე იდგა უამრავი ისა რა ქვია გახარიას პარტიის და მაშინ არ იყვნენ ნაცები ქუჩაში სად არის კამერა მაშინ არ იყვნენ ხალხო ნაცები შაშა ქუჩაში რუსთაველზე და წელს რო გაგახსენდათ ნაცების არსებობა შაშან არ იყვნენ როგორ არ იყვნენ ხო და ეს რა არის იცი ამას ქვია პოლიტიკური ფარისევლობა კი არა მხოლოდ ფარისევლობა აი თავისი სრული გაგებით ამ ტერმინის და სიტყვის მნიშვნელობით.
ესე იგი მე მგონი პირველად ყავს ნასამართლევი ქალი სტუდიაში. უი მართლა? რატო არ მოიყვანე აქამდე არა? აქამდე არ მქონია შესაძლებლობა, ეხლა იმდენი ნასამართლევი ქალია. რომ აი რა ვიცი მე მგონია რომ ეხლა ეს უნდა მარტო მივაწყოთ. ჩემთან ვიჯეტი მე და პლუს 3. ხო, იცი რატო, იმიტომ რომ შენი დაკავების მომენტი იყო აი აბსოლუტურად რაღაცა ველურული, ბარბაროსები რაღაცა. იცი ამახსენებდა. აი ხო ვიდექ ჩემთვის და რაღაცას უხსნიდი ხალხო რომ აგიყვანენ ომში რუსები აქ თუ გამაგრდნენ და რა გეშველებად მერე თქო ვეუნებოდი კაცო ერთი დრონი რომ მოფრინდეს თქო გაქრებით ყველა თქო და მე არ ვიცი ამ კაცმა როგორ მიიღო ეგ ამბავი მაგის გამოფრინდა გამგელებული სახით მეც გერა კისერში რას თავარი აი სათხდება ეგეთ რამე ვის გაუგია ეს რომ დამეძგენს ხალხი აქეთ ხაჩავდა ისინი იქით ყავდა მეცვა ძალიან სიმპათიური ჩემი საყვარელი ტყავის ქურთუკი და დაფლეთებად წეული ხავინახავ რომ იქნებ მომიდე სტრასბურგში ჩივლით ეგ უნდა წარმოადგინოთ ნაფლეთები უნდა წარადგინოთ ნაფლეთები და მე იქ რო შევედი იმ შუშებიან განსაწმედას ვეძახი იმიტომ რომ იქ როგორ ისიყო იცი ხო ქრება ხოლმე ხალხურად რომ გაიტაცებენ და ადამიანები ქრებენ და მე ვარკვევთ რომ აი სად აიყვანეს სად შეიძლება იყვნენ და ამ დროს ყველა ხდება იქ აიგე იმას დავარქვი განსაწმენდელი იმიტომ რომ უცბად იქ შუშები თეთრი ნათება რაღაც მოდის ბევრი ერთნაირი რაღაცა სხეული ლივლივებს და უცბად ამ ლივლივში ხედავ შენიანებს და ვაშა ექიმიც აყოლია. უი, თამუნაც აყოლია. ბორკილებიანი აქტივისტები. ბორკილებიანი, უკან ბორკილები, წინ ბორკილები და ხო ფიქრობ, ხომ ეს დამადებენ ბორკილებს და დამადეს ბოლოს ბორკილები და ხო იცი თავი, ხო იცი თავ გადასავლე რომ შენ თავს ხდება ფილმი. აიგეთ შეგზება კინოში ხარ. ხო, იქ ქონად რაღაც გეოპოლიტიკური მიმოხილვა პოლიციელებთან. რას გამოიწვევს უკრაინის წაგება, რომ პირდაპირ საზღვარი გაივლება, პოლონეთს მიადგება, პოლონეთი ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ევროკავშირს და ნატოს ქვეყნებს და გაათკეცებული ძალით წავა პირდაპირ იმაზე, ევროპაზე შეტევით. სხვა შორის მინდა გითხრა, რომ აი ესე დაამწყრებული ჩვენი პოლიციელები, ვისაც უნდა რომ იაზროვნოს აი ესენი ამას უსმენ ჩვენ დებატს სხვა პოლიციელთან მოგეთ რა და მე მუთხარი კაცო ჩემი თუ არ გჯერათ მეთქი მოусმინეთ სალავიოვს მეთქი ვლადიმირ სალავიოვმა თქვა მუთხარი რომ აუდისა რა ქვია ნუ ჩვენ გჭირდება ქართველებიო რომ არიან ძალიან მაგარი მებრძოლებიო და 100 წელი რო ვიცავთო ახლაც რო ვიცავთო აი მაგათო ფარველობთო ეხლა ჩვენო ეგეთი გჭირდება ომშიო და არა ეგო როდის თქვავის მეუნება მოდება ბატე პოლიციელი და ახედა მე ზევით და დაუდასტურეს ზევით ხო თქვა სხვა პოლიციელებმა კიო თქვა და ეს იმას ნიშნავს რომ ფიქრობენ და თუ ფიქრობთ ხალხო დაგვიდექით გვერდით კი არა ქემაიც კისერს მოგვაგრობდა ისე დაგვიყვანეთ რომ კისერი და ქურთუკი არ შემომაფლიტო თვითონ შიგნით პირობები ახლა აი ბევრს ქონდა ხოლმე ახლა მაგვა ნიკა კაცია მყავდა რომ აი მაგალითად სააბაზანოში არ იყო ის სტანდარტი რომელიც ხო მოკლედ ესე იგი როგორც იდგა დადგა სანატრი დღე და ნანატრი დღე და გვეღირსა შღაფში წასვლა ხო და 3 დღეს მერე რო ისა წავედით და გოგო ძალიან მკაცრი ზედამხედველი თუ ბადრაგი და 10 წუთი გაქვთ ხო და საპონი და ხო შამპუნი მეთქი თმაზე შამპუნი არ არის რატო მეთქი მე ვთხარ და საპნით დაიბანეთ ანუ აი ხელ რუსული საპონი რაღაცა სასწაული საპნით ბოლოს როდის დავიბანე თავი გახსოვ შენ დავყარე იქ ხო წაზაცმელი და შევარდი ამ შხაპში ჩამოხო ჯერ ხო იცი კარგად ვერ არკვევ სად არის წითელი ჯუის ლურჯი არ ეწერა და ჯერ ხო ერთი წუთი მოდიო და გაყინული წყალი და მე ხო იცი მივაგენი იმ წერტის სადაც მოდის უკვე თბილი წყალი და
რომ გამოუშვი და ველოდები, ხო ცენტრში ვდგევარ და უყურებ ესე და თან ფიქრობ ნეტა რამდენი წუთი გავიდა და წამოვიდა ეს, მაგრამ საწამოვიდა ვერ მივხვდი, ხო? აი, აშკარად რაღაცა ხდება და ვერ ვიგებ, სად ხდება ეს ყველაფერი, ხო ხდები? ანუ სადღაც მესმის წყლის ყვა და გამოვიხედე და მთელი ჩემი ფეხსაცმელი, შარვალი, საცოდაობა რომ აწვია ის რაღაცები, იმას ესხმება წყალი და ანუ შხაპი იყო ეს ორად გაყოფილი და ორივე სხვა მიმართულებით მიდიოდა სხვაგან და მე ვიდექი ცენტრში გაწვა ესეთი ხო იცი აწურული და შხაპი მე არ მესყმევა და სად მიდის ეს ხალი და ამ დროს ყვევარში ლივს რაღაცნაირად მოაკლაპორდა და ბრახ კარებზე ხო იცი გამოდით გამოიწურა თქვენი დრო გამოდი ხო გაასწოროთ რომ სხვებიც არ დატანჯოთ ხალხო სირცხვილია შხაპი ეკუთვნის პატიმარს ის არ ეყოფა რომ უკანონო პატიმარია ამლებზე ქონდა როგორც ვიცი პრობლემა ხო ნუ ეხა ეგ საერთოდ არ არის სასაცილო ამ სამ დღეში წარმოიდგინე რა სულ მიწევდა წდება იმიტომ რომ არ მქონდა ჩემი წამალი მარეგულირებელი და მერე ისა რა ქვია ხო და უნდა რეცეპტით გამოიწერო და ფორმა ასეო სანამ ეს ყველაფერი მოხდება კაცო მე ხომ მოვკვდები ახლა რომ ბოლოს რამდენი მქონდა იცით ხალხო წდება 195 100-ზე და იმ კაცის შაშეში და ეგის მართლა მაგრამ აქედან გამომდინარე ვიცი რომ მე კიდე რომ დამაკავო ნამდვილად მოვკვდები და ხოცება აი მსხვერპლი არ არისო ხო იძახო და აი მსხვერპლი ვიქნები კი ბატონო დამაკავეთ, მაგრამ იცოდნა აუცილებლად მოვკვდები ციხეში. და ეს იქნება თქვენი ბრალი და მერე თქვენ თავს დააბრალეთ. ვერტყვა დაგიფაროთ კაცო რასაბობთ. აი იცი რა ერთი შენი ძალიან კარგი ის ჩანახატი მომეწონა ძალიან პროკურორ ქალებზე. ცოტა სასტიკი იყო. ხო, ცოტა სასტიკი. მაგრამ მათზე სასტიკი არის. ხო, აი პროკურორი ქალები, როგორები არიან პროკურორი დილით რო დგებიან. აი, დაიწყე და სულ იცი რაზე ვფიქრობ, რომ ბავშვობიდან ვიცი, ეკლესიური ვიყავი და რომ აი ღმერთმა დაგვაწერა გულის ფიცარზე სინდისი. ანუ და აი ამ სინდისის კარნახით ცდილობთ, რომ ვიცხოვროთ, ვიცი რომ უამრავი ადამიანი ცდილობს, რომ იყოს კეთილსინდისიერი, იმიტომ რომ სხვანაირად დისკომფორტი აქვს თვითონ. ღამე უჭირთ ძილი რაღაც აი რაღაც სიტუაციები ხო ყოფილა ცხოვრებაში და გაწუხებს. აი ამათ არაფერი არ აწუხებთ, იცი? ეგეთი შეგრძნება მაქვს, რომ აი როდესაც იგრძელებენ ფრჩხილებს და თმებს და აი რაღაც აი ამ განსაკუთრებულ რაღაც ბოტოკ, ან როდესაც წვებიან ღამით ხვალმე ამას უნდა სასტიკი და დაუნდობელი უსამართლო განაჩენი უნდა გამოუტანო აი ამ გაკეთებული ფრჩხილები და გაგზელებული თმებით და ანუ რა სინდისი და რა გულის ფიცარი ხალხო რანაირად მოევლინეთ ამ სამყაროს ასეთები როგორებიც ხართ აი როგორ არაფერი არ გტკივათ და არ გაწუხებ და ღმერთის ხო არ გწამდა დარწმუნებული ვარ ამაში არც სიკეთის არც ღმერთის არც იესო ქრისტესი არც მამაზეციერის არც წმინდა სულის არაფრის არ წამთ თქვენ იმიტომ რომ თქვენ ემსახურებით ბოროტებას უსამართლობას და გცხვენოდეთ და აუცილებლად აგებთ პასუხს ხო, იმიტომ რომ მართლაც ესე გამოილამაზდებიან, გამოიპრანჭებიან, მოდიან სამსახურში და ნუ შეიძლება ხა ვის დამნაშავეა შეიძლება ბრალი წაუყენო, მაგრამ გავიგე რა როდ ჩაიჭყულითავ. ერთნებს ერთი ნემსი გულშიც მოიჭყულით ერთი რომ იქნება რაღაცა გაგეხვიდო სინდის. ერთის გულში რო დაირჩო. შეხო ჟურნალისტი ხარ გამოცდე როგორ უყურებ ხოლმე მე ვარ ვეტერანი ჟურნალისტი მაგრამ დღეს ძალიან აქტიური მოქალაქე თუ აი პროპაგანდისტულ არხებს თუ ადევნებ თვალო იქაც მუშაობ რა ქვია ბორდის წევრი ხარ პირველი არხის მაგრამ აი იმედი როგორ მუშაობს რა ანუ შეიძლება არ უყურებ იმას რაღაც ჩავს ქროლავ და რაღაცა კარდებს ხომ მაინც ნახო ისე ვცდილობ რომ არ ვნახო იმიტომ რომ უსამართლობისგან და აი იმისგან რა აღშფოთებისგან მეწყება ისე რა ქვია გულის აჭკარება და არ მით. ერთხელ შემხვდა რუხაძე, ჩემი კლასელია სხვა შორის. და ისა რა ქვია
ამერიკის საელჩოში მიღებაზე ვნახე რუხაძე 1-2 წლის წინ თუ 3 წლის წინ აღარ მახსოვს და ვუთხარი კიდევ კარგი მოვახერხე და აი გარშემო ხალხი შემოყვეყუია. პირდაპირ მივარდი. შენ ხარ რუსი პროპაგანდისტი, ვუთხარი მე რუხაძეს და აქედან კიდევ გავიმეორებ. შენ ემსახურები რუსეთის ინტერესებს, შენ ავრცელებ საზოგადოებაში, საქართველოში რუსულ ტყუილებს და რუსულ პროპაგანდას, არაფრით განსხვავდები რუსი სალავიოვისგან, არც შენ და არც შენი ჟურნალისტები. სამარცხვინო მოღალატე ხარ. აი ამას გეტყვი რუხაძე. კი ბატონო, როგორ ფიქრობ აი ეს ემიგრანტების ხმის საკრძალვა? თავაზობით ჩამოდიდო კაცო ერთი დღე, ნახე თუ აქ რა ხდებაო ამ ქვეყანაშიო, გაიაზრეთო. კარგად თუ გაიაზრეთო. აი დღეში ჩამოდით გაიაზრეთ და ჩვენ მოგვეცით აქ რომ გაქაურს ჰაერსო შეისუნთქავ და აქაურ ძალიან კარგად იციან იმათ რა ხდება. იმის მიხედვით ზოგი პროპაგანდისტის თავაზობს რომ ბირჟაზე დაჯექიო კაცო აქ ჩვენთან გაიაზრე დომინოსო თამაშობს. ანუ დომინოს თამაშის დროს იბადება ჭეშმარიტება რომელიც უნდა რომელსაც უნდა ეზიაროს ესე იგი გაუთვითცნობიერებელი ისა რა ქვია ემიგრანტი ხო რომელსაც პულზე უდევს ხელი იმიტომ რომ მათი შვილები აქ არიან და მათი ოჯახის წევრები და ზუსტად იციან რაშიც არიან და რა პრობლემებშიც არიან და იმიტომაც არის რომ იქ ვერ იგებს ქოცი. კარგი. ესე იგი, ეს თუ უყურე ბოლო კომიტეტის ხდომას თუ უყურე, ქალბატონი ეკაჯიჭინაძის მიერ წაყვანილი. ნუ პირველი წაყვანა იყო შეიძლება ნუ პირველი იყო და ხო ცოტა გაუჭირდა. აი ხო არის რაღაც დონე, ხო? აი რაღაცის დონე, რომლის ქვევით მარტო კევის ღეჭვაშიც არ არის საქმე. ერთი არის კევის ღეჭვა. მეორეა რომ სეფაშვილი შეშფოთებით უყურებთ. ხოცი ეგეთ დავიჭირე რომ რაღაცა ცოტა ესე უყურებდა რომ რაღაცა არ ვიცი ხა რა აზრები უტრიალებდა თავში კარგი არაფერი სავარაუდო. მაგრამ აი რაღაც დონე იცი აი ხო რაღაცაც გონია თავი ხო აი რაღაც ძალიან დონე და მაღალი კლასი და ელიტა ხალების ელიტა ამასობაში ელემენტარული უკულტურობა ელემენტარული რომ ეს კევი გამოიღე და თუ არ იცი კიდე ლაპარაკი და თუ არ იცი და თუ სიტყვათა მარაგი არ ყოფნის მაშინ გადუმდი გენაცვალე და გადაულოცე სხვაზე შენი ვინ არის კომიტეტის თავმჯდომარე კულტურის თავმჯდომარე კომიტეტის თავმჯდომარე კულტურის და სირცხვილია ხალხო სირცხვილია და არ შეიძლება ნეპოტიზმით თუმცა ნუ ეხა ვის რა უნდა ელაპარაკო ხო ხდება ქოცისტანში ყველაფერი მოსულა ხო მე ყველა ძალიან მომწონს მისი ბოლო ფრაზა მანდო ძალიან კაი ინიციატივა ძალიან კაი ღეჭვა ყლაჭული სამარცხვინო მდგომარეობა რაზეა ლაპარაკი ხო ეხლა ბოლოს კიდე შემოვარდა ეს თემა რა ანუ ეხლა ჩვენ ცოტა ანერვიულებულები ვართ ეხლა ამ ქვეყნის საჯიში ქართველი მამაკაცები ხო ეს გათხოვების თემაზე რა ანუ ეხლა კიდე კასჭი დაალაგდა სიტუაცია კასჭი როგორც იქნა ეს კერები გეიკერები ჩააქრეს აი კასპელებს ჩაწერეთ ვინმე რა რას ამბობენ თვითონ ამ არ მიკითხავს ნათესავები კითხავს მაგრამ კი უნდა ვკითხო დაურეკეთ მოიკითხე რა შეინარჩუნეს ვაჟკაცობა ისა ვაჟიშვილობა თუ არა გამოიძიენ მოკლედ ყველაფერს აკეთებენ აი წილოსანს ხო ყავს შვილი მაგალითად ხო ილაპარაკო გუში რაღაც ქარts გადავეყარე მე სხვა არ შემილი ვერ უსმენ ხო და ის გადავეყარო რომ რაღაცა ქორწინება რაღაც ისევ იგივე თემა და მაინტერესებს კაცო წილოსანო ქალბატონო წილოსანო თქვენი შვილი რომ ცხოვრობს ევროპაში და კიდევ ამერიკაში მოგზაურობთ და ასე შემდეგ აი მაინტერესებს დაკარგა მან ვაჟიშვილობა აი უბრალოდ გითხარით ხო რატო გემეტება თქვენ ჩვენთვის რუსეთი ხოლო თქვენი თავისთვის გემეტებათ ევროპა და ამერიკა. აი ამაში აი დაგვარწმუნეთ რამენაირად და ფაქტები და არგუმენტებით. თქვენი პირადი მაგალითი. აი გადადით რა საცხოვრებლად ვოლგოგრადში მაგალითად რა.
და დაგვარწმუნეთ, რომ ერთ მორწმუნე რუსეთთან უკეთესია ცხოვრება, ვიდრე ევროკავშირის ქვეყანა გავხდეთ. და კაცო, ჩვენც აფორიაქებულები ვართ კაცები. რატომ თვალი არ გაგეგწევს? არ ვიცით რა მოხდება, როცა ევროკავშირში შევალ. შეიძლება ესე უცებ, რა ვიცი, 1000 გამხეცებული მამაკაცის ზღვა დაიძრას ევროპიდან. შემოცვიდეს ამ ქვეყანას. და ჩვენები რომ გაწვივდნენ იქ და იქ საერთოდ ვიღა გაარკვევს სად რა ხდება და ვის სადავდიოთ ამ ჩვენს ბიჭებს. ვისად ბრუშობს. სამარცხვინო, ნუ პროპაგანდა რა. სასაულია. აი კითხონ, აი ბულგარეთი, აი ხო არის მართლმადიდებელი ქვეყნები. რუმინეთი, ბულგარეთი. აი დაელაპარაკეთ იმ ადამიანებს, ხო? ჩვენი თუ არ გჯერათ, აი გაარკვეთ, წადით, რაღაცნაირად შეისწავლეთ საკითხი, ანუ ცუდი რო ყოფილიყო ევროკავშირი, მართლმადიდებლური რუმინეთი და ბულგარეთი. შევიდოდნენ, გახდებოდნენ წევრები? მაინტერესებს. საბერძნეთი თუნდაც. საბერძნეთს რო თავი დავადებოთ, კაცო, ყველაფერს. საბერძნეთი. ხო და აი, რავი, მოკლედ ფარისევლობა, ტყუილი, რუსული პროპაგანდა არის აი ქართული ოცნება რაზეც დგას, აი ეს არის რუსული პროპაგანდა, რუსეთის მართლობა და ინსტრუქტაჟი და ზუსტად ანუ ყველაფერს მიყვებიან, როგორც ითხოვს, რასაც ითხოვს რუსეთთან ჰარმონიზაციის პროცესი. და ხალხის აზროვნებას იმ დონეზე დაიყვანეს, რომ უკვე ისეთ ფრაზებს ამბობენ, იცი რა არის, აი არაფერი არ მინდა, სუპი მექნება, სუპ შევჭამ. ხო, შეიძლება ესეთი ხალხი ყოველთვის არსებობს. ხო, ნუ სუპი მაქვს, სუპსა ვჭამ. ეს მაგარი ფრაზა გავარდა. მაგარი ფრაზა გავარდა რა, ანუ ძალიან ეს პოსტულატი, რომ სუპი მაქვს და სუპსა ვჭამ, ანუ ასკეტური ცხოვრების წესით უნდათ რომ ასკეტური ცხოვრების წესით მაცხოვრებელი მოსახლეობა უნდა რომ ბიზნეს ცხოვრობდეს აქ. არაბებთან ერთად. აქეთ ასკეტების სოფელი. იქით არაბების დასახლება. თავისი ველმისრებით, მიწებით, მოხნული ყანებით და მე ეს ყველაფერი რო იწარმოება დოვლათი, საწავა, საემიროებში. კი ბატონო, გაედინება. და ეს არაბები მოიყვანდნენ, არაბები ივაჭრებენ და არაბები გამდიდრდებიან, ხოლო ჩვენ ასე ვისყლები და სუპი მაქვს, სუპს ავჭამ. თან მე მგონი ამ არაბებზე თვითონაც ძალიან შეშინდნენ, იმიტომ რომ მე მგონი ეს კოცებიც არ უჭერენ ხარს მაგ ამბავს. არა მხოლოდ კოცები, არამედ რუსებიც. რუსებს უნდათ აქ ჩასახლება, ეტყობა კოლონიების შექმნა და კონკურენცია, ანუ შეიძლება უთხრეს, რომ ეხლა შენო აქო ისე ბალანსი დავიცვათ, რომ მარტო ისინი არაბები, რუსებიც უნდა ჩასახდნენ იქვე. ხო, იმიტომ რომ მე მაგალითად არაბები და რუსები შეჯვარდებიან და გაჩნდება ახალი ტიპის მოსახლეობა, ახალი ერი. ახალი ერი. ხო, და ჩვენ სად ვიქნებით ამ დროს? სუპი მაქვს, სუპს ავჭამ. ცოტანი, ოღონდ ცოტანი. ცოტანი ეს პატარა ერთი სამი სოფელში დარჩენილებდა. პატარა კუთხეში ვიქნები. პატარა არა, თბილისში ვაკეში. სუპი მაქვს, სუპს ავჭამ. აი ხო ნერვიულობდი და არაჩვეულებრივი გადაცემა გამოვა. ხო, არ ნერვიულობ. მე რაც გადავიტანე, ჩემოვანო. ხო, არა, ნუ მე სიკვდილის პირას მივედი. ხო, წამლის ამბავი. ხო და რაც ხო და იქ ხო ამ წნევისგან ხო მუდმივად ის ქონა და ტკივილ გამაყუჩებლებს მაძლევდნენ და აი გამაყუჩებლებით გავედი რა ცოტა. აი ეს ტკივილ გამაყუჩებელი კეტონალი გოგ ძალიან კარგი. ხო და ეს კეტონალი მართლა ძალიან კაი წამალია. აი სხვათა შორის მე ხო გავესაუბრე ამ მართლა. ყველანაირ ტკივილს 7 წუთში აყუჩებს. ვიცი ხო და ეგ დამალევინეს იქ. სიმართლე თუ გაინტერესებს ხო? კი, ზუსტად 7 წუთი მე დავინიშნე. ხო, ძალიან კაი წამალია რეალურად. მე ძალიან მომწონს. კი ბატონო, აი მე რომ მოხვალ მოცლით ხო დასალევად შემოიარე და კი ბატონო.
გამოვისეენებ ხოლმე. დაგარები. ხო და თუ დამიჭირეს, ანუ კეტონალი შემოგაგზავნე. რამჩად რამენ არის და ჩავაწყოთ და რავი რა. კარგი. გასნაირად. ლიკა, უღრმესი მადლობა. არა, ფრიქიო. ჩათვალე მე შენი გულშემატკივარი ვარ, მინდა წარმატებები გისურვო, არაჩვეულებრივი რესპონდენტი ხარ. არაჩვეულებრივი. და მინდა წარმატებები გისურვო. მადლობა. ძირფასო ტელემაყურებლობა, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ქალბატონი ლიკა ბასილაია შავგულიძე. გადაცემის სპონსორია ფრანგული პრემიუმ ბრენდის ესტედერმის ხაზი ინტენსივ. კანის ინტენსიური დატენიანებისა და სიჯანსაღისთვის. ესტედერმი ექსკლუზიურად PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.